დღეს ჩემს ერთი დღის რუტინას გაგიზიარებ. მართალია ყოველდღიურად არ ხდება ასე, მაგრამ არის მომენტები, როცა ზღვის მაგივრად აუზზე მოვდივარ. დილას ასე ვიწყებ, რადგან ეს უფრო აძლიერებს ჩემს მენტალურ მდგომარეობას. თუ ჩებასებას მიუნჯობესებს და თავს უფრო კომფორტულად მაგზნებინებს. ამავდროულად, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებისათვის ერთ-ერთი ფაქტორია ცურვა და ამიტომაც მიყვარს ეს. დილის ასე დაწყება, აქ ყოფნა, თავს დამშვიდობულად მაგზნობინებს და ამის დახმარებით ჩემი ფიქრის არეალი იზრდება. ეს არის ჩემი ფსიქოლოგიური განვითარებისთვის მიღებული განსხვავებული გამოცდილება. ხოლო ცურვით არ შემოიფარგლება ეს ყველაფერი. ზოგჯერ ავჭდები და ვფიქრობ, სად მივდივარ, რას ვაკეთებ, რის კვალს მივსდევ და როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაზე. დღის განმავლობაში ორჯერ ვარჯიშობ, ზოგჯერ კი აუზის ჩათვლით 3 ვარჯიშიც გამოდის. ჩემს დავში დარწმუნებული ვარ, ჯერა რომ ამ ბრძოლას გამარჯვებით დავაგვირგვინებ და ქამარს მოვიპოვებ. რა თქმა უნდა, ბრძოლა ძალიან მინდა. მაინტერესებს, რა ზეწოლას შექმნი მოწინააღმდეგეზე და როგორ თავდაცლებას მოვახდე. შესაძლოა, ბრძოლა პირველივე რაუნდში დავასრულო. თუმცა რადგან ჩემი წინა ბრძოლები ყოველთვის პირველ რაუნდში ნოკაუტით ვრთავდებოდა, ამჯერად მინდა რომ ოდნავ გავახანგრძლივო და ხალხს უფრო სანახაობრივი ბრძოლა შევთავაზო. ბრძოლის მთავარი ნაწილი ჩემს სასარგებლოდ წარიმართება. მარტივად და კომფორტულად მოვიპოვებ გამარჯვებას. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ. აქედან ბადრის წარმატებებს უსურვებ. იმედია კარგად მოიმზადე. მოგეხსენებათ, გორი სპორტსმენების ქალაქია, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი ოლიმპიური სახე ყავთ, ძალიან ბევრი მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი. მეც სპორტში ბავშვობიდან ვარ ჩართული, როგორც კრივზე, კიკბოქსინგზე, ასევე ჭიდაობის ორივე სახეში, ძიუდოშიც, თავისუფალშიც მაქვს გამოცდილება. 26-ში ჩემი შემდეგი ბრძოლა გაიმართება ხოშგორთან, სადაც ძალიან კარგ ჩხუბს ვაჩვენებ, ძალიან კარგ წინააღმდეგობას მგონია რომ გამიწევს. ხო, მე კიდევ ჩემ ქამარს დავიცავ, ისევ გორში ჩამოვიტან, ისევ ჩემს ქალაქელებს შეძლებს დაგვარად გავახარებ, ჩემს სოფლელებს, ასეც რო ვთქვათ და რავი, მე ამისთვის მზად ვარ, ფორმაში ვარ. დარჩენილია მხოლოდ ის, რომ 26 რიცხვს დაველოდოთ და ნახოთ შედეგი თუ რა მოხდება. უკვე დიდი ხანია კარგ ფორმაში ვარ. ვემზადებოდი ბრძოლისთვის. ფორმის შენარჩუნებას ყურადღებას ვაქცევ. რაც შეეხება წონის საკითხს, დაახლოებით 9 კილო დავიკელე. რა თქმა უნდა, წონას ეტაპობრივად ვიკლებდი. ჩემს წონასა და ფორმაზე ყოველთვის ვცდილობ ყურადღების მიქცევას, რომ სულ ფორმაში ვიყო. როგორც წესი, იმ წონაზე, რაზეც ვაპირებ ბრძოლას, დაახლოებით 2-3 კილოთი მეტი ვარ. იმიტომ რომ ბოლო დღემდე ეს კილოგრამები მარტივად შემიძლია დავიკლო. ამჟამად ჩემს სასურველ წონასთან ძალიან ახლოს ვარ. 2 საათიანი ვარჯიშით ამ წონას მარტივად დავიკლებ, რადგან ფორმას მუდმივად ვუფრთხილდები, კვებასაც შესაბამისად ვაკონტროლებ. დილის საუზმეს ყურადღებას ვაქცევ. ვარჯიშის შემდეგ ვჭამ, ხოლო საღამოს 6 საათის შემდეგ ვცდილობ არ მივიყვართ საკვები, არ წყავა და მსგავსი რამ. კოფეინს კი ყოველ დილით რეგულარულად ვიღებ. ყავას ვსვამ. ფორმაში ყოფნა მაძლიერებს. მეხმარება რომ არ ვიგრძნო სტრესი და მენტალურად მაჯანსაღებს. წონის კლების სირთულეებს თავს ავარიდებ. ბოლო დღეებში კუნთებს არ გადავღლი და არც საკუთარ თავს. წონას უფრო მარტივად დავკარგავ და მატჩისთვის უფრო ეფექტურად მომემზადები. რაც შეეხება ჩემს სპორტულ კარიერას, ძალიან მცირე ასაკში შევედი კიკბოქსინგის წრეზე. მაშინ კიკბოქსინგის წრე იყო სპორტ სკოლაში, ტანვარჯიშის თვის განკუთვნილ დარბაზში. ძალიან ცოტა დრო გავატარე იქ, შემდეგ გამოვედი და თავისუფალი ჭიდაობით დავკავდი.
შემდეგ თავისუფალ ჭიდაობასაც დავანებე თავი და უკვე ძიუდოზე შევედი, სადაც 3 წელი ვივარჯიშე. მანდიდანაც რატომღაც აი ჩემი სტილი უფრო ჩხუბი იყო, მე რასაც უკიდდებოდი ჩემ თავს და შევედი ისევ კიკბოქსინგზე. ნუ კიკბოქსინგზე ბევრი საერთაშორისო ტურნირი მაქვს ნაჩხუბარი, ღიარინგები, საქართველოს ჩემპიონიც ვარ ორჯერ, ასე რომ ვთქვათ. ხო, სხვა დანარჩენი ისეთი ძალიან დიდი ტურნირები არ მიჩხუბია. შემდეგ 18 წლის ასაკში, სადღაც უფრო ცოტა ხნის ცოტა უფრო მცირე ასაკში კრივში ვმართავდი ღიარინგებს, შემდეგ დავიწყე პროფესიონალურ კრივში ასპარეზობა, წავედი საზღვარგარეთ სამუშაოდ რა და აი საზღვარგარეთ რო წავედი სამუშაოდ, თითქმის ახალი დაარსებული იყო, გამა ესე ცოტა იმათ სულ ხდებოდა ხოლმე რა, თვალყურს ვადევნებდი რა და სულ მინდოდა რომ გამოსულიყავი რაღაც, მაგრამ ეს ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ ვიყავი, მუშაობდი, ვერ მიხეხდებოდა რა და აი სულ ფიქრობდი რომ მეთქი რო ჩავალ აუცილებლად გავალ თქო და ვიჩხუბებ თქო რა და ასეც მოხდა, ჩამოვედი სადღაც 6 თვეში უკვე ჩემპიონიც გავხდი, ჩავატარე 3 ბრძოლა, ეხლა კიდევ 26-ში უკვე მეოთხე ბრძოლას ქამრის დაცვაზე ჰოშგორთან გავმართავ, სადაც დარწმუნებული ვარ რომ მე გავიმარჯვებ, რავი, მე ამის მჯერა და ასეც იქნება. გამას ორგანიზაციაში ასე ჩავერთე. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მისთვის უნდა მეთქვა თუ აქ ბრძოლა მინდოდა. მან მითხრა, რომ გამა ისეთი ორგანიზაციაა, სადაც გადარეული შოუებია და მირჩია, რომ მას დავთანხმებულიყავი. იმიტომ რომ როგორ აგიხსნა, მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ადრენალინი და მღელვარება იზიდავს, ვიდრე უბრალოდ ბრძოლა. შემდეგ გამას ვიდეოები ვნახე, bare knuckle ბრძოლებიც ვნახე. მერე ბორბლებში ჩხუბიც და ძალიან მომეწონა. ვილაპარაკეთ, რომ უნდა გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა. ამის შემდეგ ჩემი მეგობარი ლაშა დაუკავშირდა ორგანიზაციას. შესახვედრად ერთად წავედით თბილისში. თავდაპირველად სპარინგი იყო. ისინი სპარინგით აფასებდნენ მებრძოლებს. იქ კი ჩემი ჩხუბი მოეწონათ. კარგად ვიბრძოლე და შემდეგ უკვე ოფიციალური ბრძოლა შემომთავაზეს. პირველი ჩხუბი თბილისში მოვიგე, მეორე კი ბაკურიანში. ორივე ნოკაუტით დავასრულე. რადგან ჩემი ბრძოლა მოეწონათ, გადაწყვიტეს უკეთესად შევეფასებინე. თავდაპირველად სხვა წონით კატეგორიაში უნდა მებრძოლა ქამრისთვის. მე კი 84 კილოზე ქამრისთვის შევთავაზე ჩემი თავი, მაგრამ მოწინააღმდეგეები უარს ამბობდნენ. ბოლოს კი მათ ქამრისთვის ჩხუბი შემომთავაზეს. მე ამას რა თქმა უნდა მთელი გულით დავთანხმდი. ასე ვაფასებ სიტუაციას. ჩემი რწმენით თუ ღმერთი ამას ინებებს, ამ ბრძოლას მოვიგებ. იმედია უფალი ჩემს სურვილს შემისრულებს. ქამრის ბრძოლა სრულიად განსხვავებული შეგრძნება. სხვა ქვეყანაში ხარ, სხვა ორგანიზაციაში, სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ და აქ აპირებ ქამრისთვის ბრძოლას. ეს სრულიად გამორჩეული, პატივსაცემი და საამაყო საქმეა. რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგე ბადრის, ანუ ბადო გოგიჩაშვილს, ის ძალიან კარგი ხასიათის მქონე ადამიანია. მისი ხასიათი მომწონს. უყურებ მის ბრძოლებს, შევაფასებ. ჩემი აზრით ის საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია. 3-დან 2 ბრძოლა მოიგო, ორივე ნოკაუტით. ეს პატივსაცემი შედეგია. იმედი მაქვს კარგად ემზადება, რადგან მე ძალიან კარგად ვიმზადები. ჯერა რომ ეს ბრძოლა ნოკაუტით დასრულდება და ჩემს სასარგებლოდ იქნება. ღმერთი ჩვენთანაა. Allah bizimle. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გორის მუნიციპალიტეტის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტ სკოლის კიკბოქსინგის დარბაზში, სადაც რავი ძალიან კარგი თაობა მოდის, ძალიან კარგი სპორტსმენი ბიჭები მოდიან, კიკბოქსიორები. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ასე რომ ვთქვათ, აქ დავიწყე, ჩემი ტრენერია ბატონი ვლადიმერ ჯანიძაშვილი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სადღაც დაახლოებით 11-12 წელი ხდება, რაც კიკბოქსინგში მოვაწეობ, აქედან ძალიან დიდი ხანი ჩავარდნებიც მქონდა სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ დღეს ისე ვარ, დარბაზში ვარ, ვარჯიშობ. ხო, რაც შეეხება ჩემ მოწინააღმდეგეს, ჰოშგორს, ჰოშგორი, ასე რომ ვთქვათ, კარგი ახალგაზრდაა, კარგი სპორტსმენია. ჩემი სტილი ალბათ სტრაიკინგში, ჩემი აზრით ვაჯობებ ბევრად გამიადვილდება ჰოშგორთან სტრაიკინგში ასპარეზობა, ჩხუბი, ასე რომ ვთქვათ და რავი, მე ჩემ ყველა მოწინააღმდეგესთან ასეთი მით ვარ, რავი, მე წარმატებებს ვსურვებ, ულტრამომძოლას ვსურვებ, მაგრამ რავი, ჩხუბია რა, ეს ჩხუბამდე ჩემი პატივისცემა ყველა მებრძოლს.